მოგესალმებით ჩემო სურნელოვანო მეგობრებო, მე ვარ გიგი და დღევანდელ ვიდეოში უნდა შევაფასოთ გამომწერთა სუნამოები. ეს იქნება ამ სერიის მეორე ნაწილი. პირველ ეპიზოდში ცოტა ზედმეტი მომევიდა და ასე ვთქვათ, შემომეწვა რამდენიმე გამომწერი. ამიტომ სიტუაციის დასაბალანსებლად დღევანდელ ეპიზოდში მაქსიმალურად გულკეთილი, დამდობი და პოზიტიური ვიქნები. სანამ ვიდეოს დავიწყებ, თხოვნაა გამოიწეროთ არხი და ჩავართოთ ზარისხელაკი, ხოლო მოწონების შემთხვევაში აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო. შეგახსენებთ, რომ ეს იქნება ჩემი პირადი სუბიექტური აზრი, ამიტომ შეიძლება თქვენ აზრებსა და შეხედულებებს არ დაემთხვეს და გთხოვთ, რომ გაითვალისწინოთ. პირველ კოლექციას გვიგზავნის ნიკა შანკულაშვილი ამ საინტერესო ფოტოთი. უკანა ფონზე ჩემი ვიდეო არის ჩართული. ეს პლუს ერთი ქულა. ტომ ფორდებიდან ხედავთ ნუარ დე ნუარსა და შავ ორქიდეას, რომლებიც არიან ძალიან მისტიური, ბნელი, ტრიუფელის, შოკოლადისებრი, ბნელი ტიპის ყვავილოვანი სურნელები, სტილისტურად ქვანან ერთმანეთს. ორივე ძალიან ძლიერი, კრეატიული სუნამო არის. შავი ორქიდეა ჩემთვის იუნისექსია, ნუარ დე ნუარ უფრო მეტად ქალებს უხდება, თუმცა მამაკაცებზეც უპრიანი იქნებოდა. ნიკას ძალიან უყვარს ქილიანი. ბევრ სუნამოს ხედავთ ქილიანიდან, როგორებიც არის Smoking Hot, Angel Share, Straight to Heaven და Black Phantom. საუკეთესო ამათგან Black Phantom არის ჩემთვის. ყავისა და ყავის გურმანული, ბნელი, ძალიან განსხვავებული და ეგზოტიკური არომატია. Angel Share 10-დან 10 ქულიანი სუნამო არის ჩემთვის, ვისაც ხიბლავთ ალკოჰოლური, ამბრის, ვანილისა და რაღაც ნამსხვრისებრი სურნელები. კონიაკიც ძალიან მაღალ დონეზე არის გათამაშებული. სერჟოფის ოპერა, ეს არის ამ ცერემოცულობის ბოთლიანის შავი სამოსი გაძვრა, ან გააძრეს. ძალიან მიყვარს ოპერა, ხილოვანი, ყვავილოვანი, ყავის, პაჩულისა და ვანილის ძალიან ლამაზი კომბინაცია არის, რომელიც ცირთხეებს ნამდვილად ამშვენებს. ხედავთ ბონდის New York Nights, რომელიც არის კარამელით დომინანტური, ძალიან გემრიელი არომატი და გირჩევთ ყველას რომ დატესტოთ. ჩემთვის სრული იუნისექსი არის, კომპლიმენტების მაგნეტია ეს სუნამო. ნიშანეს ჰაშევატი ყოველდღიური შემთხვევებისთვის, ძალიან ძლიერი ავენტუსის DNM-ის მქონე ხავსით დახუნძული სუნამო არის. ავენტუსისგან სწორედ ეს ხავსოვანი მიწიერი ელემენტები განასხვავებს და განიმეთი. ძალიან კრეატიული სუნამოების კოლექცია გაქვს, მეგობრებო, რომ ნიშური ცხვირი გაქვს განვითარებული. შენთვის საინტერესო იქნებოდა გაეცნო არტისტულ ნიშურ პარფიუმერიას, რომელიც განსხვავებული იქნება შენი კოლექციიდან. ბიუჯეტურ ნიშურ პარფიუმერიაში გიჩევ Rosen du Mathieu's No. 5-ს, რომელიც არის ამბრის მასკისა და ყვავილოვანი კომბინაცია. ძალიან კრეატიული და მაღალი დონის პარფიუმერია არის. ასევე გიჩევ BDK-ის Chris Charnel ექსტრაქტს, რომელიც უფრო ხავერდოვანს გახდის შენს კოლექციას. საბოლოო ჯამში ძალიან დაბალანსებული კოლექცია არის. გაქვს სუნამოები, რომლებიც თითქმის ყოველ სეზონსა და სიტუაციას ფარავს. გაქვს არც თუ ისე ბევრი სუნამო, თუმცა ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ხარისხი ჯობია რაოდენობას. ამ კოლექციას უწერ 7.5 ქულას. შემდეგ კოლექციას გვიგზავნის ბეჟიტა და გთხოვს რომ არ დავარო უსტოდ ძალიან. ცოტათი გამიჭირდება ეს ამბავი, იმიტომ რომ კოლექციაში Yup Oms ვხედავ, რომელსაც საზღარის სუნამოც 2-3 თუ მახსენდება და რა თქმა უნდა არ გირჩევთ არც ერთს და არც გეტყვით რომლებია. Lebole პარფუმის ფერი არ მომწონს, ან ცუდი რაკურსია და ცუდი განათება, ან ფეიკი გაქვს. Aqua di Gio ძალიან ძველი სუნამოა, თავის დროზე ლეგენდარულიც იყო. ბევრ ადამიანს ჰქონდა კოლექციაში. სუნამოს იტალონი იყო, როგორი უნდა ყოფილიყო მამაკაცური სურნელი. თუმცა მას შემდეგ 20-ზე მეტი წელი გავიდე და მგონი განვითარების დრო არის Aqua di Gio'ზე უკეთესი სურნელების შემოთავაზება შემიძლია შენთვის. მაგალითად, იგივე დიზაინერულ კატეგორიაში YSL-ის Y ყველაზე ისეთ მარტივი არჩევანი. თუ უფრო საინტერესო კრეატიული არომატები კიდე საზღვაო სტილში Kenzo Homme Intense გირჩევ, ხოლო ნიშურ პარფიუმერიაში Les Liquid Imaginaries Flow Tendres. 9 PM-ი ძალიან კარგი ბიუჯეტური სუნამო. Stronger With You ეს ალბათ Intensely არის და Carolina Herrera's Bad Boy Extreme. ჩემი აზრით Bad Boy-ის ხაზიდან საუკეთესო სწორედ Extreme არის, შოკოლადისა და ყავის კომბინაცია არის. ძალიან ლამაზი, კომპლიმენტური, ძლიერი სურნელი არის. Stronger With You Intensely-ის დიდი ფანი მე არ ვარ, აბსოლუტურად მიჩვენია, თუმცა რახან ახალგაზრდა ხარ და გინდა კომპლიმენტები და უფრო ისეთი მოწონებადი ტიპი იყო,
მივესალმები ამ ვარიანტსაც. Lebo Le Parfum-ი ახალგაზრდებში ახალი სავაჟი გახდა. თუ 15-16 წლის ბიჭი ჩამევლის მონკლერის ქურთუკითა და ლოპუტინებით ყველას Lebo Le Parfum-ი ასხეა. ლემალ ელექსირი კარგი სუნამო არის, მაგრამ გამომრჩეულობის ფაქტორი არ აქვს. რადგან დაბალ ბიუჯეტში ტრიალებ, მაინც გირჩევ გაიცნო ისეთ ბრენდებს, როგორებიც არის ლატაფა და ალარამენი, ძალიან ბევრი საინტერესო სუნამო აქვთ. შემიძლია მინიმუმ 10 დაგისახელო, რომელიც ამ კოლექციას ფასიდან გამომდინარე აჯობებს და მრაოდენობითაც პრინციპში, იმიტომ რომ Lebo Le Parfum-იც არ არის ბიუჯეტური სუნამო და არც კაროლინა ჰერერა. აკვადიჯიოს მაგივრად შემიძლია ტურატიბლუ შემოგთავაზო, Stronger With You Intensely-ს მაგივრად ხადლაჯის Integrity, Lebo Le Parfum-ის მაგივრად შემიძლია ასად ზანზიბარი შემოგთავაზო ან ლატაფას His Confession, რომელიც ძალიან მაღალი კლასის ზამბახოვანი, პუდროვანი არომატი არის და ელეგანტურ და დახვეწილ სტილს ასხივებს ეს სურდელი. ხამ რაც გაქვს Maaher Black, Lemal Terrible სადიშავე არ ვიცი, Lemal Elixir-იც Amber Oud Gold-ი და Oud for Glory. მოკლედ, კარგია რომ კოლექციას აგროვებ და მე გირჩევ ცოტა ხანი დაპაუზდე შენაძენისგან და სწორედ ასეთი მცირე მოცულობის ფლაკონები შეიძინო, ან უბრალოდ მაღაზიებში სხვადასხვა არომატები დატესტო, რომ შენი გემონება ჩამოიყალიბო, ბრენდს საერთოდ მოშეხედავ. არც ერთ ბრენდს არ შეხედო და ჰაიპს არ აღვე TikTok-ის, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში არ ამართლებს ხოლმე, გამორჩეულობის ფაქტორიც არ გაქვს, სურნელიც ისე რა, ამიტომ ჯერ დატესტე, მერე შეიძინე, ლატაფაზე, ალარამეინზე, აფნანზე მიდევს ვიდეოები YouTube-ზე, შეგიძლიათ გადახვიდეთ, შეემოწმოთ, TikTok-ს გამომიწეროთ და მანდაც გამიხილავ მსგავს ბიუჯეტურ სუნამოებს. საბოლოო ჯამში 5 კოლას დაგიწერ. შემდეგ კოლექციას გვიგზავნის ილიკო. ჩვენ ვხედავთ Prada Oceans, Dior Sauvage, Terre d'Hermès, Allure Homme Sports, Dior Homme Parfum-ი არის თუ Intensive ვერ ვხედავ, Ombre Leathers, Bleu de Chanel-ს და Interlude-ის 5 მილilitrიან samples. ყველაზე საინტერესო რა თქმა უნდა Interlude არის და რაოდენობიდან გამომდინარე ალბათ შენც ნელ-ნელა სწავლობ ამ არომატს და ასე ვთქვათ ეგუები. ეჩვევი. რაც შეეხება შენს კოლექციას, შემიძლია გამოვარჩიო რამდენიმე მათგანი, მაგალითად Tom Ford-ის Ombre Leather-ი, რომელიც ყველაზე ხასიათიანი, ქარიზმატული სუნამო არის შენ კოლექციაში, ტყავის, ჟასმინის, თეთრი ყვავილებისა და ვეტივერის ძალიან ლამაზი კომბინაცია, რომელსაც რეალისტური ტყავის სურნელი აქვს. Dior Homme Intense, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინერული სუნამო არის, რაც კი ოდესმე შექმნილა, ძალიან ლამაზი, სამბოხოვანი, ვანილის, მსხლის, ვეტივერის, მოკლედ სრული კომპლექტი არის ისეთი ინგრედიენტების, რომელიც თან კრეატივს გაძლევს, თან ცხვირსაც სიამოვნებს, თან მდგრადიც არის, თან კომპლიმენტურიც და ასე შემდეგ. Allure Homme Sport Extreme მშვენიერი სუნამო არის ყოველდღიურად, კრემისებური ციტრუსები, ისევე როგორც Bleu de Chanel-ი, უფრო ხის მიმართულებით მიდის მასში მოთავსებული და გამოყენებული ციტრუსები. Terre d'Hermès, რომელიც ძალიან მამაკაცური, პროფესიონალური ვეტივერის სურნელი არის, ახლად გაკრიჭელი ბალახის ვაიბები მოაქვს ამ სურნელს. სავაჟს ყველა აძაგებს და ლანძღავს, მაგრამ ფაქტია, თავის საქმეს აკეთებს. სუნამოებზე აქვთ ხალხს ძალიან ცუდი დამოკიდებულება სიტყვა უბრალოების მიმართ. სიტყვა basic-ის მიმართ. როდესაც სიტყვა basic-ს ვიყენებთ ტანსაცმელთან მიმართებით, ეს ყოველთვის დადებით კონტექსტში აღიქმება. მაგალითად, basic შეიძლება იყოს თეთრი მაისური, თეთრი პერანგი, ლურჯი ჯინსი და ყოველთვის პოზიტიურად ხვდება ყურს და სუნამოების შემთხვევაში არა. ჭრის ყურს და ნეგატიურად აღიქვამენ ამ სიტყვას. ჩემთვის ეგრე არ არის, ადამიანმა უნდა დაისხას ის რაც სურს. მაგალითად, Dior Sauvage-ს მე დავისხამდი, როცა არ ვიცი რა დავისხა. შეიძლება ასე უცებ არ მიდოდეს არც ერთი სუნამოს განწყობა არ მქონდეს და უცებ ესე Sauvage-ში დავისხამ Bleu de Chanel-ი. მე რა. არ არის აუცილებელი ყოველთვის სუნამო გიყვებოდეს რაღაც ისტორიებსა და ხელოვნებას ეძებდე და შედევრებს სუნამოში. მიუხედავად იმისა, რომ მე ეგეთ ადამიანად ვიქცი დრო და დრო. სუნამოებს ვისხამ დატესტვის მიზნით. შეიძლება გარეთ რო გავიდეს, საერთოდ არაფერი არ დავისხა. ადამიანზე არის ეს დამოკიდებული. Prada Ocean-იც საზღვაო მოსაწყენის სურნელი არის ჩემთვის. კარგი კონტრასტი იყო, ჯერ რას ვლაპარაკობდი, ნუ Prada-ზე მოსაწყენს ვიზახი. საბოლოო ჯამში დიზაინერული სუნამოები გვაქვს, ნიშური სუნამოები არ გვხვდება და არ დამიწყოთ, რომ Tom Ford-ი ნიშური სუნამო არის.
არ არის Tom Ford-ი ნიშური სუნამო, არც ნიშური ხაზი არ აქვს, მაგას აქვს private ხაზი. თუ გაინტერესებთ ნიშური რა არის, მაგასაც ხალხი ვიდეოს ჩაგიწერთ. ან დაახლოებით გეტყვით, ნიშური არის კომპანია, რომლის გაყიდვების მთავარი აქცენტი არის სურნელზე, სუნამოზე, დიფუზორებზე, სანთლებზე და მოკლედ სურნელოვან პროდუქტებზე. Chanel-ი, Dior-ი, Tom Ford-ის აქვს სხვა უფრო დიდი მიმართულებები, ასაცმლის ხაზი, სათვალეები, ჩანთები და ასე შემდეგ. და ნიშური საერთოდ არ ნიშნავს, რომ კომპანია დაბალბიუჯეტოვანი არის და რაღაც განსაკუთრებულ სუნამოებს ქმნის ყოველთვის. მაგალითად, პარფუმს დემარლი ავიღოთ, რომელიც მარტივად შეიძლება ვთქვათ, რომ დიზაინერული დონის არის და ამას ცუდ კონტექსტში არ ვამბობ, კრეატივის თვალსაზრისით ვგულისხმობ და არის მულტიმილიარდოვანი კომპანია. იგივე შემთხვევა არის Creed-ზე, რომელიც იყიდა BlackRock-მა 4 მილიარდად და გადასული არიან mass market-ზე, რომ მასებს შესთავაზონ ისეთი პროდუქტი, რომელიც მათ მოეწონება და box office-ში, ასე ვთქვათ, ფულს დაწერს. სხვა განხილვის თემა არის არტისტული ნიშები, იგივე indie ნიშები, რომლებსაც სხვა დიდი კორპორაციები არ ფლობენ და პარფიუმერებს სრული თავისუფლება აქვთ, რომ თავისი კრეატივი ჩართონ და რაც უნდათ ის შექმნან. ბევრ ნიშურ კომპანიაში ეგ თავისუფლება აღარ არსებობს. სამწუხაროდ, გინდ ამუაჟი აიღეთ ბოლო დროს, რაებს უშვებს, ბოთლების დიზაინის როგორ შეცვალეს, რომ მარტივად ახსაქმელი ყოფილიყო თვალისთვის. მოკლედ შორს აგვიყვანს ეგ თემა. საბოლოო ჯამში კარგი კოლექცია არის დიზაინერული, გირჩევ ნიშური პარფიუმერიის დამატებას და მოდი მარტივობით დავიწყოთ ამ დიზაინერებთან ახლოს რო იყოს მაინც გირჩევ Serjoff-ის ბრენდს გაიცნო. ასევე Manserasა და Montale ძალიან კარგი სუნამოები აქვს ძლიერიც, კომპლიმენტურიც და ისეთები, რომლებიც შენს გემოვნებას მარტივად მოერგება. თუ უფრო კრეატიული საინტერესო ნიშური პარფიუმერია გაინტერესებს, შეგიძლია გადახედო Etat Libre d'Orange-ის ბრენდს, Nasomatos, Orto Paris, Bois 1920-ის, Memos, მოკლედ ცხვირს სჭირდება გავარჯიშება. კარგია რომ ის ინტერლუდის სემპლი გაქვს შეძენილი და გირჩევ ცერემოცულობის სემპლები შეიძინო ნიშური პარფიუმერიის, რომ ცხვირი უფრო გაგივარჯიშდეს. ან თუ არ გინდა ცხვირის გავარჯიშება და მაინც აქ გინდა რომ დარჩე Zadig-ს გირჩევდი Dizzyms. ასევე გირჩევდი Gucci Guild-ს აბსოლუტ ძალიან საინტერესო ლამაზი ტყავისა და მიწიერი აკორდების კომპოზიცია არის. 6.5 ქულა ამ კოლექციას. სანამ შემდეგ კოლექციაზე გადავალ, თხოვნა გამოიწეროთ არხი და ჩაუერთოთ ზარისხი ლაკი. დალაიქეთ ეს ვიდეო, რათა შემოგთავაზოთ მეტი საინტერესო კონტენტი. ზუკა გამოყრელიძე ამ საინტერესო სუნამოებით, რომელთაგანაც შეიძლება ძალიან ბევრი მათგანი გამოვარჩიოთ. მაგალითად, Bon Parfumerie Iris Cartagena. საოცარი ზამბახოვანი არომატი არის, აი ეს არის ის არტისტული დამოუკიდებელი ნიშური სახლი დაგან ერთ-ერთი რომლებსაც საუბრობდი. Carvenis სუნამო გულწრფელად რომ გითხრათ არ დამიტესტავს. Chopard's Black Incense Malaki. ძალიან ბევრი ვაქე ეს სუნამო, ჩემთვის ერთ-ერთი საფირმო სურნელი არის. Alberto Morias-ის შედევრი. ძალიან მიყვარს ეს სტილი, ტყავი, საკმეველი, პაჩული, ხავსის, მიწიერი და ტყავის შეგრძნებები, კვამლისებრ და რაღაც მისტიურ გარემოს ქმნის. ძალიან ძლიერი არომატი არის და ასე ვთქვათ, დამატყუებელია. სულ მინდა რომ ჩემს კანს დავყნოს, როდესაც ეს მასხია. არ მჭირდება კანის დაყნოსვა, რადგან უბრალოდ ცხვირსაც რომ დავიდო სუნამო უკვე ცხვირიდან ვერ ვიქრობ. თუმცა ყველას არ გირჩევთ მის შეძენას, გირჩევთ ცერემოცულობით დატესტოთ, ან ზოგადად გაიგოთ როგორი სურნელი არის, იმიტომ რომ 10-დან 8 ადამიანს შეიძლება ცხვრის რეცეპტორები გაუთიშოს, ან საერთოდ სუნამოზე ფუფუად ქმევინოს. ხედავთ ლატაფას ხამრას კლასიკურ ვერსიას, ძალიან კარგი, კარამელის, ჩირის, ვანილის კომბინაცია არის ბიუჯეტურ ფასად. Honor and Glory, რომელიც ანანასის, ვანილის, რაღაც გურმანული სურნელით გამოირჩევა, Terre d'Hermes-ზე ვთქვი რომ შვენიერი სუნამო არის და რაღაც სემპლებიც გვაქვს. Bentley-ის ეს სუნამო არ დამიტესტავს სამწუხარო და ვაპირებ საკმაოდ კარგი რევიუები აქვს. ნუ Le Male Le Parfum-საც ვხედავთ, ჩემი აზრით Le Male ხაზიდან საუკეთესო სწორედ Le Male Le Parfum-ი არის. Სამბახოვანი, ელეგანტური დახვეწილი სურნელი არის, კარდამონით დომინანტური, იქ ლავანდაც იგრძნობა, პიტნაც იგრძნობა. პიტნა არ უწერია
ფრაგრანტიკაზე, მაგრამ ფრაგრანტიკაზე როდის იყო სწორი ინგრედიენტები ეწერა. ფრაგრანტიკაზე რა ნოტებიც გვხვდებათ, დაიმახსოვროთ, რომ ეგ ინგრედიენტები არ არის. ინგრედიენტების ჩამონათვალი გაცილებით მრავალფეროვანი და განსხვავებული არის. ეს არის უბრალოდ მარკეტოლოგების მიერ შედგენილი ნოტები, რომლებიც აიძულებს ადამიანს დააინტერესოს კონკრეტული სურნელით და მოკლედ გაყიდვები გაზარდოს. ამ კოლექციაზე რისი თქმაც შემიძლია კრეატიული, საინტერესო, დაბალანსებული ნებისმიერ სიტუაციას, რომ მოხდება ისეთი არომატები არის. აი ასეთი არტისტული ნიშები თუ გაინტერესებს, ნიკოლაი პარფიუმს გაეცანი, ასევე კარგი არის Olfactivo Studios სუნამოებს გაეცნო. ამ კოლექციას უწევს 7 ქულას. შემდეგი კოლექცია ეკუთვნის შოთა ჯოხაძეს. ბევრი საინტერესო სუნამო არის, მაგალითად, Guerlain's მგონი Mask Noble არის, ვერ ხედავ. თუ ეგ არის ძალიან მაგარი სუნამო არის, ზოგადად Guerlain's ეს პირადი ხაზი ძალიან მომწონს და ერთ-ერთი საყვარელი ჩემთვის არის Santal Royal და Incense Mystic. Memos African Leather, რომელიც არის პიკანტური ტყავი, ის თანელებლებში რომ ამოავლო, ისეთი ტყავის შეგრძნებას გაძლევს. ნიშანის ჰაშივატი, რომელიც ავენტუსის სტილის სუნამო არის, გაცილებით ძლიერი და კვამლისებური. Prada L'Homme, რომელიც საოფისე მშვენიერი ზამბახოვანი საპნისებრი სურნელი არის. Dior Intense, იცით ჩემი აზრი, Guerlain's L'Homme Ideal. ეს არის ძალიან ლამაზი ვანილის, ბლის, ხეების კომბინაცია. და ერთ-ერთი საუკეთესო სუნამო არის დიზაინერულ კატეგორიაში, რაც კი დამეკნოსავს. ძალიან მომწონს. Guerlain ზოგადად ზედმეტად დაუფასებელი ბრენდი არის და იმდენად რომ არც მე ვაფასებ თვითად და ბევრი სუნამოები Guerlain-ის არ მაქვს. Dolce & Gabbana Light Blue Intense მშვენიერი მარტივი საზღვაო არომატი არის და ზაფხულს უხდება YSL-ის. YSL-ს იგივე შემიძლია გითხრათ, უნივერსალური სუნამო არის Valentino's Born in Rome-აც. Blue de Chanel YSL Valentino's Born in Rome რაღაც საერთო სტილს იზიარებს, როგორც Boss-ის Battled Paco Rabanne-ის ეს პარფუმერსია არის მგონი. პარფუმერსია დიდი და არ მეყვარს როგორც კლასიკური, არც ელექსირზე ვგიშდები. მოკლედ გავანებოთ თავი და Dior Sauvage ელექსირი, რომელსაც ვერ ვიტან. რაღაც ანუ კრეატიული სუნამოებიც გვაქვს, უნივერსალური სუნამოები უფრო მეტი გვაქვს. აი ზედმეტად თბილი, გურმანული, მყუდრო არომატები მგონი არ გვაქვს ამ კოლექციაში. Nasomatos Baraunda უნდა დატესტო აუცილებლად, ასევე Bianco Latte და Less Liquid Imaginary-ის ბლანშპეტი. საბოლოო ჯამში ეს კოლექციაც კარგი არის, განვითარება სჭირდება, უწერ 6.5 ქულას. შემდეგ სუნამოს გვიგზავნის Microbox-ი. შეგიძლიათ მისი YouTube გვერდიც გამოიწეროთ. ლამაზი ფოტო არის, თაროც ლამაზია, აშკარად პარფიუმერიით გატაცებულ ადამიანთან გვაქვს საქმე. ხედავთ როჟას ელიზიუმს. მე პირადად ამხელა თანხას ამ სუნამოში არ გადავიხდიდი, თუმცა კი ბატონო, უკან 9PM-ი არის, Dior Intense, ისიც ჩემი აზრი, Lemal ელექსირი, Margiela's Jazz Club-ი, რომელიც სრული სილამაზე არის ეს სუნამო, მოკლედ ძალიან სუბიექტურად ზედმეტად მიყვარს. Viktor & Rolf-ის Spice Bomb, რომელიც ნაკლებად პიკანტური ვანილით დომინანტური დარიჩინის სურნელი არის, მე პირადად კლასიკური მირჩევნია, მაგრამ ექსტრემ ვერსია ბევრად უფრო კომპლიმენტური და მოწონებადი იქნება. Latafas Khamra, იცით, Instant Crush, რომელიც ბაკარა სტილის არომატი არის, შაფრანით და ხის აკორდებით დომინანტური, Honor & Glory მშვენიერია. Midnight Wood, რომელიც ამოაში ინტერლუდის ალტერნატივა არის, თუმცა მე შემიძლია უკეთესი ალტერნატივა გირჩიოთ, რომელიც არის Afnanis Supremacy Incense. Azaro Wanted by Night, ერთ-ერთი საუკეთესო აზარო არის, ლიმონი დარიჩენი, თამბაქო კარგი კომბინაცია არის. Club de Nuit Limited Edition-ი, რომელიც ჩვეულებრივ Club de Nuit-ებს 1000 ჯერჯობია, Untold-ი იგივე სტილია როგორც ბაკარა და ეს გვერდით რომ Club de Nuit არის სახელი დამოუწყდა, ეს არის Credis Millesime Imperialis ძალიან კარგი ალტერნატივა. საზღვაო საზამთროს ხელოვანი სურნელი არის, საკმაოდ სასიამოვნო და ძლიერი და მე Sauvage ელექსირი არ მეყვარს, შესაბამისად ასადიც ვერ მეყვარება, თუმცა რომ მომიწიოს რომელიმეს დასხმა და არ შემიძლოს ისე გამოვზრ რომ არც ერთი დავისხა, 100-ს დავისხამდე 10-დან 10 შემთხვევაში. თუ მსგავს სურნელებს ეძებ, რომელიც დიდ თანხას არ მოითხოვს შენგან და საკმაოდ ღირსეული დანამატი იქნებოდა შენი კოლექციისთვის, აუცილებლად გირჩევ Afnanis Turati Plus და Turati Browns, რომელიც YSL-ის
Tuxedos ძალიან კარგი ალტერნატივა არის პაჩულით დომინანტური, ვანილის ესეთი ელეგანტური და დახვეწილი კომბინაცია. ასევე მშვენიერი დამატება იქნებოდა Alaramelis Amber Oud Black Edition-ი, რომელიც ასე ვთქვათ ინტერლუდისა და ფაბულუსის სტილს აერთიანებს და საკმაოდ მიმზიდველი, განსხვავებული, ძლიერი სურნელით გამოირჩევა. ხადლაჯის სუნამოებს გაიცანი, საკმაოდ კარგ რაღაცებს შეხვდები და ასევე მინდა გირჩიო The Woods Collection. ოდნავ მეტბიუჯეტიანი, ბიუჯეტური სუნამოები არის. საკმაოდ ბევრ კარგ ვარიანტს წააწყდები მაგ ბრენდთან, მაგალითად Royal Knights, Tusks და ასე შემდეგ. ამ კოლექციას მე 7 ქულას დავუწერ. შემდეგ კოლექციას გვიგზავნის Gio. რამდენადაც ვიცი Gio ძალიან ენთუზიასტი არის პარფიუმერიის, ყოველთვის ახლისიებაშია და ასე ვთქვათ, ერთ და იგივე კოლექციას არიჩერებს. დარწმუნებული ვარ ამ კოლექციიდან 70% აღარ იქნება, მაგრამ მოდი მაინც შევაფასოთ. ლიმონჩელოს ხედავ, ძალიან სახალისო, ესეთი გასართობი არომატი არის, თუმცა არც თუ ისე განსაკუთრებული და გამორჩეული, მაგრამ სურნელი თავად ლამაზი არის. ეს არის Zerjoff's Torino, რომელი ნომერია არ ვიცი, ბერგამასკი მიყვარს ძალიან, შავანოლი ეს ინგრედიენტი მიყვარს ძალიან და ბერგამასკში საინტერესო ის არის, რომ შავანოლის კომპონენტი არის 20%-ზე მეტი და ეს არის რაღაც წარმოუდგენელი რაოდენობა, რომ ეს კომპონენტი ამ დოზით არის სუნამოში გამოყენებული. მაგიტომ არის ასეთი ძლიერი და არასდროს რო არ გადის. Koyumi სუბიექტურად არ მომწონს და ამიტომ ობიექტურად ვერ შევაფასებ. BDK შესანიშნავი ბრენდია, კონკრეტულად ეს სურნელი არადასამახსოვრებელი არის, ჩემთვის ბევრად უკეთესი სუნამოები აქვს. Angel-ში არის top, Spice Bomb-ი top თავის კატეგორიაში, Ombre Leather-ი, Blemale პარფუმი და Club de Nuit Intense Men. ჩემი ეს კოლექცია აღარ გაქვს და სხვა კოლექცია გაქვს უკვე, მაგრამ ამ კოლექციას მე დავუწერდი მოდი 6.5 ქულას. იმიტომ ბრენდები კარგად არის არჩეული, თუმცა უფრო უკეთესი ვარიანტები შეგიძლია და გქონია კიდეც უფრო კარგი სუნამოები. გამოცდილება იქნებოდა შენთვის Maison Crivellis სუნამოების დატესტვა Hibiscus Mahajad, რომელიც ახლახან ჩამომივიდა და გატესტვის რეჟიმშია. ასევე უდმარაკუია. თუ ორდოპარეზი BDK და მსგავსი კრეატიული სურნელები მოგწონს, ჩემი აზრით უნდა გაეცნო Filippo Sorcinellis, რომელიც უფრო საკმაოდ დომინანტური სუნამოებით გამოირჩევა, თუმცა ცხვირისთვის კარგი გამოცდილება იქნებოდა. 6.5 ქულა ამ კოლექციას. და დღეისთვის ბოლო კოლექცია, რომელსაც გვიგზავნის Sandro Papiashvili. ძალიან ლამაზი ფოტოა და სუნამოების ფერებს თუ გავითვალისწინებთ, ყველა ერთი ჟანრის სუნამო იქნება. ციტრუსოვანი, fresh, უნივერსალური ხის კომპონენტებით, ხილოვანი კომპონენტებით, მოდი ვნახოთ. კრიდის ბევრ სუნამოს ხედავ, ამათგან 2 არის ძველი ბატჩი, რაც დასაფასებელი არის და გილოცავ რომ გაქვს კოლექციაში, ეს არის Silver Mountain Water და Green Irish Tweed. Silver Mountain Water უფრო აბსტრაქტული მეტალური ციტრუსებით გამოირჩევა, როცა Green Irish Tweed უფრო მეტი სიმწვანით, პროფესიონალიზმით, ხავსისებრი და ვეტივერის ელემენტებით გამორჩეული არომატი არის. კრიდის Aventusიც ძველი ბატჩია, როგორც ხედავ და არ ვიცი სადიშავე, როგორ იშავე, მაგრამ ყოჩახ. Aventus Cologne, საზაფხულოდ მშვენიერი არომატია. უკან ხედავთ Bondi-ის სუნამოებს, Scent of Peace და გვერდით სახელი აღარ მახსოვს რა არის, Acqua di Parma-ს ხედავ თუ არ ვცდები. Versace-ს Oud Noir, რომელიც Tom Ford-ის Woodwood-ის ალტერნატივა არის, თუმცა თავის ბიუჯეტში კარგია. Dylan Blue, ყოველდღიური უნივერსალური საზღვაო და ამბრის სურნელია, ლურჯი ტიპის სუნამო, ისევე როგორც Montblanc-ის Legend-ი. Acqua di Gio-ს ხედავ, უკან ეს არის Acqua di Gio-ს ახალი Eau de Parfum ვერსია, დიდად არ მომეწონა რომ არ დაგიმალოთ. Kilian-ს ხედავ, Dark Lord-ი არის თუ Black Phantom-ი. არ აქვს მნიშვნელობა Kilian-ისთვის დამატებითი ქულები, ძალიან მიყვარს Kilian. Gucci-ს Intense Oud, რომელიც ჩაცლილია და მშვენიერი უდის ვარდის კომბინაცია არის, რომელსაც ბევრი ადამიანი ვერ უღებს. Baccarat Rouge ჩემი სტილი არ არის, მაგრამ ჯანდაბას Margiela's ეს რომელი არის, ალბათ Sailing Day, თეთრი არის. და
თუ არ ვწდები Mansera-ს Sedrabluაზე იქნება სახელი არ ჩანს. Savage ხედავ, Boss-ის სუნამოებს ხედავ, Office for Men Jeremy-ის სუნამოც გვაქვს. არ ვიცი რა ვფიქრო ამას. Louis Vuitton-ის რომელი სუნამოა ვერ ხედავ. Soleil Blanc არის მგონი Tom Ford-ის, Neroli Portofino, Mandarino di Amalfi, რამდენადაც ხედავ, Tom Ford-ის Woodwood და მგონი Tuscan Lezerian Tobacco Vanilla არ ჩანს. მოკლედ ძალიან ნარჩევი. Old Money კოლექცია არის, ელეგანტური დახვეწილი ღირსეული, ეს სურნელები არ ყვირის და არ ითხოვს და არ იხვეწება რომ აი ყურადღება მომაქციეთო. ეს არის ადამიანი, რომელიც თავის საქმეს აკეთებს. არის წარმატებული თავის სფეროში, ეგ შთაბეჭდილება შემექმნებოდა ნებისმიერ ამ სუნამოზე. ბევრი რაღაცის რჩევა შემიძლია შენთვის, მაგალითად, Acqua di Parma-ს Colonia Essenza, რომელიც ძალიან მოუხდება აქაურობას. Naso Matos Silver Mask-იც საინტერესო დანამატი იქნებოდა შენთვის, დიდი ალბათობით. თუმცა მე მაინც გიჩვევ შენ გემონებას ენდო, ეს ისეთი სუნამოებია, რა დროც არ უნდა გავიდეს, რა პერიოდიც არ უნდა იყოს, ნებისმიერს აიღებ, გაისხამ და დიდი ალბათობით ოთახში საუკეთესო სურნელი იქნება 10-დან 10 ქულას უწერ ამ კოლექციას ძალიან მომეწონა. იმიტომ რომ სტილი იგრძნობა აქედან. ესეც ასე იმედია საინტერესო ვიდეო და შეფასებები გამოვიდა, რამდენიმე თქვენგანი ვერ მოხვდა ვიდეოში, იმიტომ რომ ქრონომეტრაჟი ძალიან იზრდებოდა და პლუს ფოტოებიც რამდენიმე დაკარგული მქონდა, ამიტომ Instagram-ზე დავაანონსებ, როდის დაიდება ამ სერიის მესამე ნაწილი, ამიტომ Instagram-ი გამოიწერეთ აუცილებლად. ასევე კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ რა სტილის ვიდეოებს ისურვებდით. მადლობა რომ ბოლომდე უყურეთ, არხის გამოწერა და ვიდეოს და ლაიქება არ დაგავიწყდეთ. მომავალ შეხვედრამდე.